სულეთი ხალხური გადმოცემით ის ადგილია, სადაც სიკვდილის შემდეგ ცხოვრობენ. ნახატსაც ასე დაარქვა. სულეთში ადამიანებიც და ცხოველებიც ცოცხლდებიან. სახატავ მასალად მხოლოდ საღებავებს და ტილოს თითქმის არასდროს იყენებს. მხატვარი ბაჯი ჯინჭარაძე ნახატებს ხშირად ძაფებით, თივის ღეროებით, თავთავებით, მუყაოს ქაღალდით და მავთულებით ქმნის. ფაქტიურად ყველაფერზე ვხატავ და ყველაფრით, რაც ხელში მოხდება. როგორც ძაფი, მუყაო, ხე, ჩიჩილაკი. ამასალით შესრულებულ ნახატებზე ცარიელ ადგილს ვერ აღმოაჩენთ. ნამუშევრის ყველა დეტალში სხვადასხვა პერსონაჟი იკითხება. საკუთარ შემოქმედებას სამ ნაწილად თყოფს: პორტრეტები, ეთნო და უსაგნო ნახატები. თვლის, რომ საკუთარი თავი უკვე დიდი ხანია იპოვა. არ ვეძებ. ნაპოვნი მაქვს ის, რისი დახატვაც მინდა. ეს არის საქართველო, ჩემი სამშობლო. ანუ ჩემი თავს ვეძებ, აი რა ვამბობთ ხოლმე. ეს არის ჩემი სამშობლო და ეს ჩემი სამშობლო არის ძალიან დიდი, ძალიან საინტერესო, ძალიან მრავალფეროვანი და აი უამრავი თემა მოაქვს ამ დიდ თემას, რასაც საქართველო ქვია. მთელი ცხოვრება რო ვხატო, იმის ნახევარი რო დავხატო, რაც თავში მიტრიალებს, კმაყოფილი ვიქნები. ერთი თემის გარშემო, მაგრამ სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ისტორიას ყვება. ბოლო, ჯერ მხოლოდ ფანქრით შესრულებულ ნამუშევარსაც ხალხური ლექსის მოტივზე ქმნის. ეს არის დედაბერი და როგორც ლექსია, საბრალო დედაბრისასა, თაგუნი ყანასა მკიანო, ლომნი უგრეხენულოსა, ვებხნი ძნასაყრიან და ესე მოდის და თავდება სუფრით. ისტორიების ტილოზე გადატანის შემდეგ მხატვარი პერსონაჟებს უკვე გრაფიკაში ასულიერებს. Mendelishi ashineva Agashenu.